გინდათ გითხრათ რატომ ხართ ღარიბები? ვიცი არ მოგეწონებათ, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გითხრათ. რა თქმა უნდა, ყველას ვისაც ფული არ აქვს, ეს არ ეხება, უფლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობით ან სხვა ფაქტორებით, მაგრამ ძირითადად ღარიბებს აერთიანებს რამდენიმე თვისება. პირველი და უმთავრესი არის გარემოცვა. უფლო ადამიანებში თუ ყველაზე მეტი ფული გაქვთ, ეს ნუ გაიმედებთ, თქვენ მაინც ღარიბი ხართ. წადით გარემოცვაში, სადაც ყველაზე ღარიბები იქნებით. და თქვენზე წარმატებული ადამიანებისგან ისწავლეთ როგორ გამდიდრდეთ. მეორე არის სამხედროობა. სხვას რომ აქვს, იმიტომ წახვედით და განვადებით გამოიტანეთ iPhone-ი. ხო და ზიხართ მერე და იმაზე, ვინც თქვენს უტვინობაზე ფული იშოვა და iPhone-ი მოგყიდათ, იძახით მძარცველიაო. არა და ფული საკუთარი ხელით მიუტანეთ. ქურდი კი არა, აღიარეთ. უბრალოდ თქვენზე ჭკვიანია. ხო და თქვენ შეგიძლიათ იყოთ ეგეთი ჭკვიანი, ადგეთ და iPhone-ის ნაცვლად თუნდაც ჭრაკერვის კურსები იყიდოთ და შექმნათ ნაკეთობები, რომელსაც სწორედ იმას მიყიდით, ვისგანაც iPhone-ი უნდა გეყიდათ. მესამე არის უცოდინრობა. ნუ გგონიათ, რომ ის რაც 20 წლის წინ ისწავლეთ, დღესაც ვალიდურია. პროფესიები იცვლიან ფორმას ყოველდღიურად და თქვენ თუ ფეხი არაობით ამ ცვლილებებს და ყოველდღე არ ისწავლეთ, დარჩებით იქ, სადაც ხართ. ხო და იმოქმედეთ, თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ.